მოგესალმებით. Am გაკვეთილში ჩვენ შევისწავლით სრულად for loop-ის ფუნქციებს. დავიწყოთ იმით, რომ ეს სტანდარტული კოდი, რაც ჩვენ გვქონდა წინა გაკვეთილზე, ისევ არის ძალაში. აქ დავწეროთ console.readline, რომ შემდეგ არ დაგვაუწყდეს. აქ დავაწეროთ console.writeLine. ამის შემდეგ აქ გამოტოვება გავაკეთოთ console.writeLine. შემდეგ console.writeLine. დავწეროთ რომ navigate for loop. დავხუროთ ცხელი. გავაკეთოთ ესეთი რამ for მაგალითად num1 უდრის ვთქვათ 1 2 20 და შემდეგ აქ console.writeLine. ასე რიცხვი ესე indi და indi და მინდა num1. ეხლა ჩვენ რომ ნაბიჯებით წავიდეთ, ამისთვის დაგვჭირდება step ოპერატორი. step მაგალითად 5. ანუ ეს კოდი გაგვკეთებს რას? დაიწყებს 1-დან და ჩამოგვიყრის 20-მდე ყველა რიცხვს, ოღონდ 5-5-ის დამატებით. ანუ 1 6, შემდეგ 11, შემდეგ 16 და იქ გაჩერდება. ასევე გავაკეთოთ გამოტოვება. ეხლა console.writeLine. ეხლა გავაკეთოთ იგივე აბსოლუტურად. მოდით მოვაკოპიროთ უბრალოდ Ctrl+C. მინუსისკენ რომ წავიდეთ, მაგალითად დავიწყოთ 20-დან და ჩავიდეთ 1-ზე და გავაკეთოთ -1-ის თებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პირიქით წამოვა 20-დან, წამოვა 1-ისკენ 19, 18, 17 და ასე შემდეგ. ასე შეგვიძლია მარტივად ჩამოვიყვანოთ, ანუ წამოვიყვანოთ პირიქით.
ეხლა მოდით ისევ მოვაკოპიროთ. Ups. Segment მომივიდა. Ctrl C. შემდეგ ამ შემთხვევაში მოდით გავთიშოთ for loop-ი. For loop-ი რომ გავთიშოთ, მაგალითად წამოვიდეთ ისევ მინუსისკენ, ანუ პირიქით და დავწეროთ if num1 უდრის მაგალითად 8-ს, then exit 4. ანუ, როდესაც მოდის პირიქით ჩამოვა 8-ზე, 8-ს აღარ დაწერს და გაჩერდება. მაგრამ აქ შეგვიძლია კიდევ ესეთი რამე გავაკეთოთ. ეს end-if-ი მოვხსნათ და მივაწეროთ აქვე. შესაბამისად ზედმეტი ხაზები არ დაიკარგება. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელებინოთ for loops. ჩავაკოპიროთ. ანუ გავთიშოთ არა ამ შემთხვევაში უკვე გავაგრძელოთ. ანუ იყოს ისევ ეს მაგალითი. და ეს მოდი თავიდან ვზენოთ. Ctrl X-ი. და ანუ გავაკეთოთ ესეთი რამე, exit-ის მაგურად გავუკეთოთ ანუ გააგრძელებს for loops. ანუ ეს რას ქვია? როდესაც ჩამოვა 8-ზე, 8-ს გამოტოვებს და გააგრძელებს პირდაპირ 7, 6, 5 და 4, 100 და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი. გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა. Ups. თუ ჩვენ გვინდა რომ გავაგრძელოთ, მაგრამ 8-ის ნაცვლად კიდევ გავუკეთოთ სხვა გამოტოვებები 8 რიცხვის გარდა, შეგვიძლია გამოვიყენოთ or num1 უდრის ვთქვათ 12-ს or num1 უდრის ვთქვათ 15-ს. ისინი ესე გავაკეთოთ, რომ ადვილად დაინახოთ. კი ბატონო. კარგით, მოდით შევამოწმოთ. პირველად დავიწყეთ სტანდარტული ვარიანტით.
დაიწყო 1-დან და ავიდა 20-მდე. შემდეგ მოვყვებით ნაბიჯებით. ხედავთ რომ 5 ნაბიჯით გადაახტა. შემდეგ მოვყვებით პირიქით. შემდეგ უკვე ვაკეთებთ პირიქით ოღონდ აქაც ნაბიჯებით და ბოლოს ის რასაც ვაკეთებთ, ანუ გამოტოვებას. ხედავთ რომ მოყვება, გამოტოვებული არის 8 რიცხვი, ხედავთ, გამოტოვებული ასევე 12 და 15 რიცხვები. ძირითადად დღეისთვის სულ ეს იყო. ისწავლეთ for loop-ი, იმუშავეთ უფრო მეტი და გახდეთ ძლიერი პროგრამისტები. არ დაგავიწყდეთ ვიდეოზე subscribe-ი, ლაიქი, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ვიდეოზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შემდეგ გაგვეთილავთ.